ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს იმსჯელებენ ევროპაში დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე, ასევე უცხოური საინფორმაციო მანიპულაციებისა და ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს, როდესაც ბრიუსელში ამ საკითხებს განიხილავენ, როგორ შეაფასებთ მათი მხრიდან ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას? როდესაც საქმე ეხება ზოგადად სიცრუეს, შეიძლება საქართველო იყოს საუკეთესო მაგალითი მართვის თუ როგორც სრულობენ და ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას საქართველოსთან მიმართებით ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი. აი შეიძლება იყოს საჩვენებელი მაგალითი თუ როგორ არ უნდა იმოქმედოს ევროპელმა ბიუროკრატმა სხვა ქვეყნებთან მიმართებით. მაგრამ როდესაც საქმე ეხება მათ საკუთარ ქვეყნებს, ევროკავშირის ქვეყნებს, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება და ზოგადად ეს ორმაგი სტანდარტი ძალიან ცუდია. ჩვენ საზოგადოებას დავანახეთ, თუ როგორი მიდგომებია, როგორი არასამართლიანი დამოკიდებულება არის საქართველოსთან მიმართებით, იგივე გამჭვირვალობის კანონი ავიღოთ, ხო? ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ აღნიშნული კანონი არ მიგვეღო და შემდეგ უკვე თვითონ იღებდნენ გადაწყვეტილებებს ამ ტიპის და ასეთი შინაარსის მქონე კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი და გავატაროთ ქართველი ხალხის ინტერესი. ევროპარლამენტზე გავაგზავნებთ შეიმჩნევის გადახებას იწყებს. აღმოჩნდა, რომ ამ ბაზებში იყვნენ ესეთი ადამიანები, ვისაც დიდი რაოდენობით შემოსავლები უფიქსირდებოდათ. რამდენად მნიშვნელოვანია ამ ბაზების გადახედვა და რატომ გახდა ახლა საჭირო ასევე რითი რასახის შეღავათებით სარგებლობენ ეს ადამიანები, ისეთ დიდი რაოდენობით შემოსავლები უფიქსირდებოდათ? მე მივესალმები ამ მნიშვნელოვან რეფორმას. თქვენ იცით, რომ პანდემიის პერიოდის შემდეგ ფაქტურად მორატორიუმი იყო გამოცხადებული და დღეს, როდესაც დღის წესრიგში დგება აღნიშნული მიმართულება და ცვლილებების განხორციელება, არის მისასალმებელი მხოლოდ და მხოლოდ რატო? იმიტომ რომ ჯერ კიდევ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვითარდება, გვაქვს ეკონომიკური წინსვლა, რჩებიან ოჯახები, ადამიანები, ვისაც ჭირდება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, თანადგომა და რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველა შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ასეთ ოჯახებს, ადამიანებს გვერდში დაუდგეთ და დავეხმაროთ. რა თქმა უნდა მოხდეს გადახედვა აღნიშნული ბაზის, არიან ისეთი ოჯახები, ვინც არ უნდა იყოს ამ ბაზაში. შესაბამისად, როდესაც მოხდება გაფილტრვა, გვექნება შესაძლებლობა უფრო მეტად დავეხმაროთ მიზნობრივად იმ ოჯახებს და იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება თანადგომა. ვფიქრობ, აღნიშნული რეფორმის განხორციელება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რას სახის შეღავათებს იღებენ ეს ადამიანები, რომლებსაც რეალურად არ სჭირდებათ ეს დაფინანსება რომ ზოგადად თუ გადავხედავთ სოციალურ მიმართულებას და პროგრამებს, აი მაგალითად მუნიციპალიტეტის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ უამრავი პროგრამა გვაქვს ჯანდაცვის მიმართულებით, სოციალური მიმართულებით. შესაბამისად, ამ ცვლილებით და რეფორმით ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ უფრო მეტი შესაძლებლობები გაჩნდება და უფრო მეტი დახმარების განხორციელება შეგვეძლება კონკრეტულ იმ ოჯახების და იმ ადამიანების მიმართ, ვისაც რეალურად მართლა ჭირდება თანადგომა და მხარდაჭერა. აი, გავაგრძელებ სოციალურად დაუცველთა საკითხს. მთავარი мотиваცია თქვენი მხრიდან არის და არგუმენტი, რომ პანდემიის გამო შეჭერდა, მორატორიუმი გამოცხადდა და სიების გადახედვა აღარ ხდებოდა. 6 წელი თქვენი განმოსახედიდან ბევრი დრო არ არის. 2020-ში იყო პირველი შემთხვევა კოვიდის, ამის შემდეგ ჩაიკეტა ქვეყანაც და კი სიების შედარებით შესაძლოა გაზრდილიყო, მაგრამ პრემიერი ამბობს ახლა, რომ 300 ადამიანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადამოწმდა ერთ-ერთი უწყების მხრიდან და 59 პირს ჰქონდა 3000 ლარზე მეტი. ასეთი გარღვევები სავარაუდოდ პროცენტული მაჩვენებელი წინა დღეებში ითქვა, რომ საკმაოდ მაღალია, დაახლოებით შეიძლება 5%-ით იყოს. აი, პასუხისმგებლობა სახელმწიფო უწყებების რატომ არ სად არის? სად ჩანს, როცა 6 წელი შეჩერებული იყო სოციალურად დაუცველთა ბაზების გადახედვა და შესაძლოა სხვა ვინმე ამაზე ახსნა განმარტება გაკეთებული იყო, შეიძლება ადრე დაწყებული იყო აღნიშნული რეფორმა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გაკეთება, განხორციელება იმ მოტივითაც, რომ ჩვენ შევძლოთ
უფრო მეტად დავეხმაროთ მიზნობრივად იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვინც დღეს ყველაზე მეტად საჭიროებს ამას. Რა თქმა უნდა, სამწუხაროა ის ფაქტი, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, ჩვენ დაველოდოთ შედეგებს წინასწარ. მე არ მინდა რაიმე განმარტება გავაკეთო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს აღნიშნულ სიაში, ვინც არ უნდა იყოს და ასე შემდეგ. თუმცა მთავარი არის ის, რომ რაზეც მინისტრმა ისაუბრა, რეფორმის განხორციელება დაწყებულია და ამით შევძლებთ უფრო მეტად დავეხმაროთ მიზნობრივად იმ ოჯახებს. მოიკითხეთ ჯანდაცვის უწყების წინა ხელმძღვანელებთან, რატომ არ ხდებოდა ბაზების გადახედვა, მორატორიუმი მაგალითად რატომ იყო ამ დრომდე გამოცხადებული, ეს იყო პრემიერის გადაწყვეტილება, წინა პრემიერების, ჯანდაცვის მინისტრის, თქვენვე ამბობთ და აღიარებთ, რომ შეიძლება უფრო ადრეც ყოფილიყო. ხო, ნუ ამასთან დაკავშირებით ახსნა განმარტება გაკეთდა თვითონ მინისტრის მხრიდანაც, პრემიერმაც ისაუბრა აღნიშნულთან დაკავშირებით, რაიმე დამატებით სიახლეს მე ვერაფერს ვერ გეტყვით. ერთი კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო და ერთი შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული რეფორმის განხორციელება ვფიქრობ არის ძალიან მნიშვნელოვანი. საიკრძალებად მუშაობა, კურიერება, ტაქსის მძღოლებად, გიდებად, რამდენად მნიშვნელოვანია და როგორ შეაფასებთ პრემიერის ამ დადგენილებას? ხო, ნუ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აწუხებდა. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილების მიღება. იქედან გამომდინარე, რომ მოდით უნდა დავიღოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც მიდიან უცხოეთში, სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში. არ არსებობს შანსი ბინადრობის მოწყობის გარეშე შენ შეძლო ევროპის რომელიმე ქვეყანაში დაიწყო მუშაობა. და რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია იგივე დამოკიდებულება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ბინადრობის მოწყობის გარეშე არ შეეძლოთ მუშაობის დაწყება. ვფიქრობ, ის წუხილი, რომელიც აწუხებდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, აღნიშნული განკარგულებით ყველაფერი იქნება დარეგულირებული. დადო ესტონეთის ელჩის ფეისბუქზე დადო ფოტო, ესტონეთის ელჩის და ილიაულის რექტორის ნინო დობუჩკინძის ფოტო, ტექსტად ჩვენ ვდგავართ ილიაულის გვერდით ყოველთვის. როგორ შეფასთ ამას და აი საელჩოს მხრიდან ასე დამოკიდებას როგორ შეფასებთ? აბსოლუტურად გაუგებარია. მიმდინარეობს განათლების რეფორმა, რომელიც ვფიქრობ ახალგაზრდებისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, მომავალი თაობებისთვის არის მნიშვნელოვანი. მეგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ განათლების მიმართულებით იყო ხარვეზები, კრიტიკას ვერ უძლებდა აღნიშნული მიმართულება და როგორც კი პრემიერმა დაანონსა მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება აღნიშნული მიმართულებით, რომ ავამაღლოთ განათლების მიმართულებით კვალიფიკაცია, წოდის დონე ახალგაზრდებში, მომავალ თაობებში, მაშინვე დაიწყო შეტევა განათლების სისტემაზე, პოლიტიზირება, სპეკულაციები და აი ესტონეთის საელჩოს მაგალითი არის ნათელი იმისა, თუ როგორ ერევიან თუნდაც გარედან ვინ ეკითხება ესტონეთის საელჩოს მაგალითად ქვეყანაში განსახორციელებელ რეფორმებზე გააკეთოს განმარტებები და ასე ყველა მიხედოს თავის ქვეყანას და გააკეთოს თავის საქმეს. აი ესტონეთის დამოუკიდებლობის დღე ხვალანძა განაცდება ესტონეთის დროშის ფერებში. აუ ვერ გეტყვით, არ ვიცი, თუ აქვთ შემოტანილი წერილი მოთხოვნა და მოთხოვნით რა თქმა უნდა სამართალდამცავი სისტემის არაკორუმპირებული მმართველობის რეიტინგი გამოქვეყნდა ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში 22 ადგილზე, ევროპის საუკეთესო და მე-16 ადგილზე და საჩვენებს ეს ყველა. არაფერი აჩვენებს იმას, რომ ყველა გამოკითხვა, რომელიც ობიექტურად ტარდება, მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა წინ მიდის, შესაბამისი უწყებები არიან მოწოდების სიმაღლეზე და ქვეყანაში ხორციელდება რეფორმები. ეს ტენდენცია, რა თქმა უნდა, შენარჩუნებული იქნება, გაგრძელდება რეფორმების განხორციელება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის ერთობ მნიშვნელოვანი. ბატონო კაცი, უკეთ ახსოვნის არის დღეს, რომ შეგვიფასოთ ამ ადამიანს. გავაკეთე უკვე. ევროპარლამენტში მიდის საქართველოს მსჯელობა. გეგმავენ რეზოლუციის მიღებასაც. ამბობენ, რომ მხოლოდ სანქციები მაღალჩინოსნების საკმარისი არ არის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახის წევრები და მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებიც უნდა მოხვდნენ სანქცირებულთა სიაში. ამბობენ იმასაც, რომ საქართველოს ამ პოლიტიკით, რაც ახლა აქვს, ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს. ნული არის შანსი. თქვენ პოლიტიკის გადახედვას უფრო მეტ საუბარს ევროპარლამენტარებთან თავდასხმების გარეშე არაპირავს. და სად ნახეთ ჩვენი მხრიდან თავდასხმა? კაია კალასზე გაგახსენეთ. ჩვენ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, ვიცავთ საკუთარ ხალხს და ჩვენი ქვეყნის ინტერესს. ვართ
მოპასუხის რეჟიმში, მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე, მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, არასამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით და თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავი ჩავხაროთ და ყველა ამ სიცრუეს დუმილით უპასუხოთ? ვერ იქნება ეგრე. წარსულს ჩაბარდა ის დამოკიდებულება, რაც ზოგიერთ ხელისუფლების მხრიდან იყო, რომ თუ უცხოელი, რაც არ უნდა სულელი ყოფილიყო და სისულელე ეთქვა, ეს იყო რაღაცა ისეთი ჭეშმარიტება. სრული ჭეშმარიტება იყო თუ უცხოელი რაღაცას ითხოვდა. რაც არ უნდა სისულელე ეთქოს, მაგრამ არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. ჩვენ ვიცით, რა ჭირდება ჩვენს ქვეყანას, რა ჭირდება ჩვენს ხალხს, როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ის ბრძანებები, რაც ხდებოდა გარედან, ქვეყნის მართვა, ჩარევები, ეს ვერ მოხდება წარმოუდგენელი. ივანიშვილის დაბადების დღის მილოცვის ტექსტებზე უნდა ვკითხოთ. პარტიული დავალება იყო გაცემული, რომ ყველას მიელოცა დაახლოებით იდენტური ტექსტებით. მაგალითად, ფრაზების კეთყვით ეროვნული სუვერენიტეტის განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს ივანიშვილის ქვეყნის ხსნა არის ან კულტურული რაც არ უნდა იცვალოთ. რაც არ უნდა იცვალოთ. ამ ადამიანს აქვს განსაკუთრებული როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს არის მოცემულობა და ეს არის რეალობა. 2011 წელს, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, მან დაგამთავრა ყველანი. მან დავთავრდა თქვენი მოგინი ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ყოველთვის დაცული იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ის პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ატარებს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესს და ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს არის ყველაზე მთავარი.